აი ესე გიყოლათ მტირდა დამაწყევა რა ვარც მე ვარ ახლა ბიჭო. რა იყო ბიჭო? ოქტომბრის ბოლოს აუში ბანაობა ვის გაუგონია ბიჭო. კი კაია ეს ლაქშერი ცხოვრება, მაგრამ რო რაღაცა დამემართოს და გავცივდე სად მაქვს მედიკამენტების საშუალება ბიჭო? უნდა მოვაკლო სოციალური ფულს სეიფიდან მერე ბიჭო. ვიმიდით ყველანაირი სივრცეა ბიჭო იმისთვის რომ გაერთო და დაისვენო, მაგრამ სად მაქვს ბიჭო მე დასვენების დრო გამაგებინე. ბოშმა გამომიგზავნა სანერგეფული გამომიგზავნა მამიკო. დარგეო იქნებაო. ახალ წლამდე რაღაცა მოვაგროვოთ მამაო და ვწვალობ ახლა ასე. რა მიყვარს ბიჭო სიწყნარე? ესე იგი, ისეთი სიწყნარე არის ბიჭო, ლექსი დამაწერინა ამ სიწყნარემ. ბაზალეთისა ტბის პირას კარგი კოტეჯი არისო, ხალხი ქირაობს, ისვენებს, აბა მე ფულისად მაქვს მაგისო. თბილისიდან 30 კილომეტრში ბავშვმა ამიშენა 3 კოტეჯი ბიჭო. ერთი შენო მამაო, ერთი მეო და ერთიო მამაო გაჭირებულს ვისაც ნახავ. ის შეიყვანე შიგნითო, მადლს მოისხაო მამაო. გავაკეთე საწყობი. ვიმედე და რა მხელა გასართობი სივრცეა ბიჭო. ესე იგი ამით თუ არ ვიარე ვიღლები ბიჭო, ფიზიკურად არ შემიძლია, მაგრამ ამასაც რამდენი საწვავი უნდა გამხიდა ბიჭო, გამხიდა ესე იგი რა. ბოდიში შენ გადაღლილო მეგობარო. არა ახლოს არ მოხვიდი. სიგარეტი ხო არ გაქვს?